ამგვარ შესაძლებლობებს მომხმარებელს ChatGPT-ს ახალი ვერსია აძლევს. კომპანია OpenAI-ის გენერატიული ხელოვნური ინტელექტი განახლების პრეზენტაციაც შედგა. პირველ რიგში ახლა შეგიძლია chatbot-ს შეაწყვეტინო, ლაპარაკის დაწყებამდე საჭირო არ არის პასუხის დასრულება აცადო. მეორე რიგში მოდელი რეალური დროის რეჟიმში რეაგირებს, რაც ნიშნავს, რომ 2-3 წამიანი უხერხული დაყოვნება აღარ არის. და ბოლოს განცდებს ამოიცნობს. მაგალითად, როდესაც მძიმედ ვსუნთქავ, შეიძლება თქვას, შესაძლოა ოდნავ დამშვიდება გჭირდება. პრეზენტაციის დროს მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტით მათემატიკური განტოლები ამოხსნეს, განიხილეს გრაფიკული მონაცემები, თარგმნეს უცხო ენაზე რეალურ დროში და სხვა შესაძლებლობები აჩვენეს. მეტოქეს რომ არ ჩამორჩეს მომდევნო დღეს სიახლეებით გამოვიდა კომპანია Google. დღეს რამდენიმე საინტერესო ახალ პროექტს გაჩვენებთ. ერთ-ერთია დამხმარე ხელოვნური ინტელექტი Project Astra. ვისწრაფოდით, რომ ჩვენი რთული და დინამიური სამყარო ესმოდეს და მასზე პასუხობდეს, რათა მოახდინოს ინტერპრეტაცია და იმოქმედოს ამის საფუძველზე. უნდა იყოს აქტიური, სწავლებადი და პერსონალიზებული, რათა მასთან ბუნებრივად და დაყოვნების გარეშე შეძლო ლაპარაკი. Project Astra-ს შეუძლია smartphone-ის კამერის გამოყენება, რათა გარესამყაროზე დასკვნები გააკეთოს. საჩვენებელ რგოლში ინტელექტი მომხმარებელმა მოსაუბრის ამოსაცნობად და სათვალისმოსაძებნად გამოიყენა. კიდევ ერთი მიმართულებაა ვიდეოს შექმნა. კომპანიამ წარმოადგინა Veo, ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელსაც 1 წუთზე მეტი ხანგრძლივობის მაღალი გაფართოების ვიდეო რგოლის შექმნა შეუძლია. სხვადასხვა სახვით და კინემატოგრაფიულ სტილში დაწვრილებით მითითებებს ასრულებს. შეგიძლია HR-ში გადაღებული ვიდეოს გაკეთება სთხოვო, ან შენელებული გადაღება, ასევე დამატებითი მითითებებით ვიდეოს დამუშავება. ვიკვლევთ ისეთ ფუნქციებს, როგორიც არის კადრირება და ხანგრძლივი სცენების შექმნა.